მადლობა ქალბატონო ლალი. შემდეგი ჩვენი გამოსვლელი არის გენრი დოლიძე. გემახსოვრებათ რუსულ ტანკებთან ერთ-ერთი პირველი წინააღმდეგობის შემქმნელი გენრი. სად არის? მოგესალმებით ყველას. მინდა პირველ რიგში მადლობა გადაუხადო მზიას და მადლობა გადაუხადო ყველა პოლიტპატიმარს. ჩვენ იმ დღეს ყველანი იქ ვიყავით და თვითმხილველები ვართ აი ამ უდიდესი უსამართლობის რაც თავს დაატყდა მზია ამაღლობას და ზოგადად დაგვატყდა თითოეულ ჩვენგანს, იმიტომ რომ მზიამ იმ დღეს ღირსების სილა გააწნა რუსულ პოლიციას და მან გააკეთა თითოეული ჩვენგანის გასაკეთებელი და მის ადგილზე იმ მომენტში, იმ კონკრეტულ სიტუაციაში დარწმუნებული ვარ, რომ 100-დან 100 ადამიანი ვერ მოითმენდა და ეს იქნებოდა მისი ინსტინქტური პასუხი, ღირსების პასუხი იმ საზოგადოების შეურაცხყოფისთვის, რომელსაც საჯაროდ ღიად ესე პირდაპირ შეუფარავად შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები მათი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი შეხედულების გამო. სამწუხაროა ეს ფაქტი, მაგრამ თავარი ის არის, რომ მზია ამაღლობელი იდეის გამო ზის ახლა ციხეში და ეს იდეა არის მართალი იდეა და სიმართლეს ვერანაირი პოლიციური მანქანა ვერ შეაჩერებს. მე მას ვუსურვებ მხნეობას, ყველა პოლიტპატიმარს ვუსურვებ მხნეობას, მადლობას ვუხდი და ბოდიშსაც ვუხდი, იმიტომ რომ მათ გააკეთეს ის, რაც ბევრმა ჩვენგანმა ვერ გავაკეთეთ და გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა იყო ალბათ და არის საჭირო, რომ ის ადამიანები მალე გამოვიდნენ და თავისუფლებაზე შემოუერთდნენ ჩვენს რიგებს. იმიტომ რომ გარდა ბრძოლისა ჩვენ ბევრი რამ გვექნება ერთად გასაკეთებელი, რაც მტრობას დაუნგრევია, უნდა ავაშენოთ ჩვენ ერთად სამოქალაქო საზოგადოებამ დიდი სიყვარულით თავისუფლებისადმი, ერთმანეთისადმი და ჩვენი მომავალი თაობისადმი. მე უბრალოდ ერთ რიტორიკულ შეკითხვას დავსვამ და მინდა ყველამ ჩავიხედოთ ჩვენს გულებში და გავიხსენოთ. გინახავთ ვინმე ადამიანი საქართველოში სუფრასთან ან პირად საუბრებში, ვისაც სიამაყით ეთქვას, რომ აი ბაბუა ჩემი ჩეკისტი იყო, ბაბუა ჩემი წითელ არმიელი იყო და მოუწყოდა რუსეთის არმიას საქართველოს ოკუპაციისთვის. გინახავთ ვინმე? მე არ მინახავს ასეთი ადამიანი და შეიძლება ვინმე სადმე ოდესმე წამოწდენია, მაგრამ საკადრის პასუხსაც მიიღებდა. გინახავთ ვინმე ეთქვას, რომ აი მამა ჩემი მხედრიონელი იყო და სამეგრელოს აწიოკებდა? ვერა. იმიტომ რომ ასეთი ადამიანების შთამომავლობა მალავს თავის ვინაობას, მალავს საკუთარ წინაპრებს და აი ასე მოუწევს დღევანდელი ქართული ოცნების ელიტას, აი ამ რუსული საქმის გამკეთებელ ბინძურ შემსრულებლებს მოუწევთ მათ შთამომავლობას მათი ვინაობის დამალვა და მზია ამაღლობელის სახელის და გვარის ამოკითხვის დროს ზუსტად ისევე დაუვლით ჟრუანტელი ჩვენს შვილიშვილებს, ჩვენს შვილებს, როგორც ჩვენ გვივლი და ჟრუანტელი იმ ლეგენდარული ფრაზის მოსმენისას ასრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ზუსტად ისევე იამაყებენ და ზუსტად ისევე დაიკრავენ მათ პოსტერებს, მათ პორტრეტებს, ზვიადის იქნება ეს ანდრო ჭიჭინაძის იქნება თუ სხვა აი ამ სიმართლისთვის დევნილი ადამიანების ფოტოებს ჩვენი შთამომავლობა, როგორც ჩვენ მარო მაყაშვილის სახელით ვამაყობთ და მის ფრაზებს ვიყენებთ ხოლმე სლოგანებად და ეს თაობებს გადაეცემა. შეიძლება ჩვენ მოვკლან, შეიძლება ჩვენ დაგვაპატიმრონ, მაგრამ ჩვენი იარაღი მათგან განსხვავებით არის სიმართლე და ნებისმიერი ადამიანის განადგურებით რეალობას ისინი ვერ შეცვლიან და სიმართლეს ვერაფერს ვერ აღუდგენენ წინ. ამიტომ დიდება თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს, დიდება თავისუფლებას და თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. მადლობა მათ, მხნეობა და მალე ვუსურვოთ, რომ ჩვენთან ერთად ჩადგნენ ევროპული საქართველოს აღმშენებლობის რიგებში. გენრი, მადლობა. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. თავისუფლება მზიას. თავისუფლება თემურ გატამაძეს. თავისუფლება ზვია ცეცხლაძეს. თავისუფლება საქართველოს. ისე მოხდა, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან წინააღმდეგობას ქალის სახე მიეცა და მზიამ მისცა ეს დატვირთვა ამ წინააღმდეგობას. ალბათ ძალიან ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ ადამიანი როგორც გითხარით, მთელი ცხოვრება
პრაქტიკულად საკუთარი სამუშაო ოთახიდან არ გამოსული გახდა ყველაზე საჯარო ფიგურა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ჟურნალისტურ წრეებშიც კი არ იყო ცნობილი, მე ვამბობ სატელევიზიო მედიას და არავითარ შემთხვევაში ონლაინ მედიას, სადაც აი სატელევიზიო მედიაში არ მიწყინონ ჩემმა ყოფილმა კოლეგებმა ტელემედიიდან, აი ეს ცნობადობა, ხშირი საჯაროობა ქმნის რაღაცა იმით ადამიანისას, ზია ძალიან შორს იყო ამისგან. და თუ დააკვირდებით სოციალურ ქსელში, ვინ არის ყველაზე მუხტლად მზიას უშვერი სიტყვებით მანძღავი. ესენი არიან ქალები, რომლებმაც ვერ გაბედეს წინააღმდეგობა თავის დროზე, მასკულინური კულტურის წინააღმდეგ. რომლებმაც ვერაზროს ვერ ამოიღეს ხმა საკუთარი უფლებების დასაცავად. რომლებიც ყოველთვის წნეხში იყვნენ ამ პატრიარქალური ძალიან დამპალი მასკულინური სისტემის გამო. და როგორც კი მათ დაინახეს ადამიანი ქმედებაში ძალიან აფექტური, ლაღი, რომელსაც უკან მოაქვს საკუთარი პროფესიონალიზმი და რომელსაც თავისუფალი სიტყვის ჭირაღდანი უჭირავს, რომ დიახაც რეჟიმის რიგით წარმომადგენელს არაფრით გამორჩეული არ არის დგებულაძე, არც ინტელექტუალური შესაძლებლობებით არაფრით გამორჩეული არ არის, ის არის გამორჩეული თავისი მხოლოდ უგვანობით და ქვეშევრდომობით ემსახურებს სისტემას და აი ამ სახულს რომ გაატყა სილა, გააწნა სილა როგორც სიმბოლოს ამ უგვანო რეჟიმის, აი ეს ქალები დადგნენ წინა რიგებში ამ სისტემის დამცველება და თქვენს როგორ გაბედა ქალმა კაცზე ხელის აღმატება. და მე ვეკითხები მათ და მათ თანამოაზრებს და ეს ნორმალურია და მიღებულია რომ ქალს ციხეში სვამენ სილის გაწმის გამო, რომელ რაინდულ ქართულ სულისკვეთებაში ეს ჯდება, რომელ დაწერილ დაუწერელ კანონში ეჯდება ეს. დარწმუნებული ვარ რომ წლები კი არა, რამდენი ცოტა ხანი გავა და ეს ამბავი კიდევ უფრო დიდი განსჯის საგანი გახდება და შევა როგორც ქრესტომათიური მაგალითი ქართველი ქალის ძლიერების. ქართველმა ქალმა გააკეთა ეს, ქართველმა ქალმა გააწნა სილა სისტემას. და მარია რესა, ასევე ძალიან მამაცი ფილიპინელი ქალი. პირველივე შემთხვევაზე გამოეხმაურა ამ ამბავს და მიხვდა რომ ხო ხდება ესე რომ ადამიანები რომლებიც დედამიწის სხვადასხვა წერტილში ცხოვრობენ შეიძლება ერთნაირად აზროვნებდნენ, იმიტომ რომ უწევდეთ ერთნაირ კულტურასთან დაპირისპირება, ერთნაირ სისტემასთან და ზუსტად ასე მოხდა. წინააღმდეგობას რომ ქალის სახია ძალიან მიხარია და მიხარია ისიც რომ ახლა აზაგაბუნია მებრძოლმა მორიგმა მებრძოლმა ქალმა უნდა ილაპარაკოს და მოგმართოთ.